აღფრთოვანებული ვარ ჩემი ქვეყნის ძალითა და ძლიერებით. მირჩევნია ვიყო ძლიერი სახელმწიფოს ღარიბი მოქალაქე, ვიდრე ღარიბი სახელმწიფოს მდიდარი მოქალაქე. ვამაყობ ჩემი ხელისუფლებით. ჩვენი ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურებით და ქვეყნით, რომელმაც ერთი წელიწადია აღიდგინა სუვერენიტეტი. მე პირადად და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ გსურს იმ ქვეყნების გაერთიანებაში ყოფნა, რომელთა წარმომადგენლებიც თანაგრძნობას უცხადებენ მათივე მოსყიდული ადგილობრივი აგენტურას ქვეყნის კანონიერი ხელისუფლების ძალით დამხობაში. ხელისუფლებაა. ნუ დაიხევთ უკან. ხალხი თქვენთანაა. პირველად ვიგრძენით, რომ ჩვენ სუვერენული ქვეყანა გავართ და გავხდით. გახსოვდეთ წინაპართა ანდერძი სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი. ჩამოშორდით ბებერ ჩერჩეტ-ევროპას. ქართველს მუდამ საოცნებად ჰქონდა სიტყვები ამოდუღდი მარგალიტო ნაგუბარში ჩადექ წყალო. ანდა გზანა გზაურზე და ხიდი ნახიდარზე. ნუ გახდით საქართველოს ღვთისმგმობელთა საჯიჯგნად. ჩვენ იმიტომ ვართ ქართველები, რომ გულიდან ვერ ამოგვგლიჯეს, რომ ქრისტეს სული არ დავაბიჯეთ ხატს, არ გავტეხეთ ჯვარი. ქრისტეს სულის შესანარჩუნებლად უჯულეებმა ხორნაბუჯთან ახლოს სოფელში ბავშვები მოაგროვეს, დახოსეს და დედების საყურებლად ზედ კალოობა გამართეს. თან არხილალოს გაიძახოდნენ. ამიტომაც ქართველმა ხალხმა იმ სოფელს არხილოს კალო შეარქვას. მაინც არ გატყდა ქართველი დედა. მაინც რეკავდა სიონის დედო ზარი და ბანსაზრდა ალავერდის სადატყორცელი გუმბათი. ნუ გახდებით იძულებით ქრისტეს უზანგის მკვნეტელი ხელისუფლება. გზა, რომლისკენაც ჩვენ გვექაჩებიან, ბარაბას გზა, ჩვენ კი გავყვეთ ქრისტეს გზას და ჯვარი ჯვართან შევაერთოთ. თუ მართლა ღმერთი შეგვეწია და სუვერენული ქვეყანა გავხდით, ხელისუფლებას კანონზე წვდომას გარანტირებული გაქვთ და მიიღეთ კანონი მანიფესტაციებისა და შეკრებების შეზღუდვის შესახებ ხელისუფლების ნებართვის გარეშე სათანადო მოტივაციის არსებობის გათვალისწინებით.